პროექტ წიგნიერი ლიდერის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისთვის შეხვედრების კვირეული დაიწყო. პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ სასულიერო პირებს. პირველი ღონისძიება სამების საპატრიარქო ტაძრის ეზოში მდებარე დავითიანის არაფორმალური განათლების სასწავლო ცენტრში 9 დეკემბერს გაიმართა. სკოლის მოსწავლეები თბილისის წმინდა 9 ყრმა კოლაელთა სახელობის ტაძრის მღვდელმსახურს დეკანოზ თომა ცეცხლაძეს შეხვდნენ. ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სასულიერო პირმა მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხი გასცა. შეხვედრების კვირეული მოძრაობა დავითიანის ორგანიზებით პროექტ წიგნიერი ლიდერის ფარგლებში იმართება. ამ პროექტს დავითიანი პარტნიორ სკოლებში ახორციელებს. ორგანიზატორთა განმარტებით სკოლის მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი შეხვედროდნენ სასულიერო პირებს. შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანი პროექტ წიგნიერი ლიდერის ფარგლებში თბილისის 30 სკოლასთან თანამშრომლობს. დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც დავითიანის საგანმანათლებლო ფორმატის ფარგლებში ბავშვებთან იმართება მოძღვრის კვირეული. ბავშვების სურვილით, დავითიანის აღსაზრდელების სურვილით მთელი კვირის განმავლობაში ყოველდღე იქნება სასულიერო პირთან შეხვედრა. უშუალო დიალოგი გაიმართება. ბავშვებისთვის საინტერესო კითხვებზე ვეცდებით პასუხი გავცეთ. მთავარია კითხვის და პასუხის ურთიერთობა არ არის, მთავარი მოძღვრის და ბავშვების ურთიერთობა. მთავარი სულიერი კავშირია, რომელიც მოძღვარსა და აღსაზრდელებს შორის ყარდება და მე უფალს ვთხოვ, რომ დღევანდელი შეხვედრაც და მომავალი შეხვედრები, რომელიც სასულიერო პირებსა და დავითიანის აღსაზრდელებს შორის გაიმართება, კეთილნაყოფიერებით დასრულდეს. ჩვენთვის კეთილნაყოფიერება ის არის, რომ ბავშვებმა ჯანსაღი ღირებულებებით, ჯანსაღი სულიერი ხედვით განაგრძონ ცხოვრება და აი ეს მეგობრობა, რომელიც სასულიერო პირსა და ბავშვებს შორის ჩამოყალიბდება, დარწმუნებული ვარ, უფრო მეტ სიღრმეს შეიძენს და ერის, ეკლესიის და მათი ოჯახების და პირადად ამ ბავშვების მომავლისთვის ძალიან დადებით როლს ითამაშებს. დავითიანის ყოველწლიური პროექტი წიგნიერი ლიდერი ითვალისწინებს რამდენიმე მიმართულებას, ეს არის საგანმანათლებლო, ეს არის საკლუბო მიმართულება და აი საკლუბო მიმართულებაში ჩვენ გვაქვს ასეთი შეთავაზება მოსწავლეებთან, რომ პროფორიენტაციის მიმართულებით ვაინტერესებთ ვინმესთან შეხვედრა, ვახვედრებთ ასეთ პროფესიონალებს კონკრეტულ, ასე ვთქვათ, გამოკითხვის შედეგად, ხმათა უმრავლესობით ვინც გამოვლინდებიან, რომელი პროფესიების გამოვლინდებიან, ამ პროფესიის პროფესიონალებს ვახვედრებთ ხოლმე. ეს ერთგვარად ხელს უწყობს პროფორიენტაციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას, პროფესიის არჩევაში უწყობთ ხელს. და ამ შემთხვევაში უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულად ეს კვირა დაეთმობა მოძღვართან შეხვედრებს, რადგანაც ბავშვებმა ხმათა უმრავლესობით აირჩიეს მოძღვართან შეხვედრა. მათ მიეცემათ საშუალება, რომ შეხვდნენ მოძღვრებს, ესაუბრონ და დღევანდელი შეხვედრა სწორედ აი ასეთი გამოკითხვის შედეგად შედგა. ჩვენ უკვე შევხვდით მამა თომას, ვისაუბრეთ სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. ბავშვებმა გავიგეთ ახალი ინფორმაციები, რაც ძალიან მოგვეწონა. ძალიან საინტერესო აქტივობა იყო ჩემთვის. თუ კიდევ იქნება დასწრების შესაძლებლობა, მე პირადად კიდევ დავესწრები ესეთ აქტივობას. ქართული ხელოვნების ისტორია, ტრადიცია და პერსპექტივები. ამ სახელწოდების საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში დღეს გაიხსნა. ღონისძიება ქართული სახელოვნებათმცოდნეო სკოლის დამფუძნებლის, ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დამაარსებლის, აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის დაბადებიდან 140 წლის თავს ეძღვნება. კონფერენცია გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორმა მარიამ გაჩეჩილაძემ გახსნა. მან ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. გიორგი ჩუბინაშვილის კონცეფციის ზოგიერთი ასპექტი, ხელოვნებათმცოდნეობა თბილისის უნივერსიტეტში, პირველი წლები, დადიანები და მათი მინანქრები. ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც კონფერენციის მონაწილეებმა მოხსენებები წარადგინეს. ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტური ფილმი გიორგი ჩუბინაშვილის შესახებ. აქ შეკრებილები გიორგი ჩუბინაშვილის ცხოვრებასა და მის უდიდეს ღვაწლზე საუბრობდნენ.
ბატონი გიორგი არა მარტო კონკრეტულად ჩვენი დაწესებულების, არამედ ზოგადად ხელოვნებათმცოდნეობითი დარგის დამაარსებელი და ფუძემდებელი არის საქართველოში, რომელმაც დაზარდა თაობები ქართულ ხელოვნებათმცოდნეთა და რომელთაც ვალად დაგვედო ჩვენი პროფესიული დარგიდან გამომდინარე ვემსახუროთ ქართულ კულტურას, ქართული კულტურა, რომელიც არის საფუძველი სახელმწიფოსი, რომელიც საქართველოს სახელს ატარებს და ასე იქნება მუდამ. ქართული კულტურა, რომელიც არის მუდამ იყო ევროპის ნაწილი კი არა, შეიძლება საწყისიც ევროპული კულტურისა, იმდენად ძირებში ჩადის არქეოლოგიაზე დაყრდნობით ჩვენი ხელოვნების კვალი და ჩვენ გვინდოდა რომ წლევანდელი წელი წლის ბოლოს აღნიშნულიყო ესეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებით. ღონისძიება გასტანს 3 დღის მანძილზე, დაიწყო დღეს, იმუშავებს 2 სექციად. ჩვენ მშვენივრად ვიცით, რომ ბატონი გიორგის განათლება აქვს ძირითადად გერმანიაში მიღებული და ის ზუსტად ამ ევროპულ განათლებაზე დაყრდნობით ჩამოდის საქართველოში, მის მშვენივრად გრძნობს, რამდენად საჭიროა მისი ყოფნა თავის უსაყვარლეს ქვეყანაში და სიცოცხლის ბოლომდე ბატონი გიორგი ემსახურება თავის აი უსაყვარლეს საქმეს, ქმნის ხელოვნებათმცოდნეთა სკოლას, რომლის სკოლის გამგრძელებლებიც დღეს ჩვენი დაწესებულების წარმომადგენელი ხელოვნებათმცოდნეები გახლავართ და რომლებსაც ძალიან დიდ პატივად მიგვაჩნია, რომ ვაგრძელებთ ამ სკოლის ცხოვრებას. მე ნამდვილად მჯერა, რომ თაობები გააგრძელებენ ამ უანგარო და თავდადებულ შრომას, რაც ჩვენი ქვეყნის კულტურას კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს. ეს მოხსენება გახლავთ ნაწილი გამოკვლევისა, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნებათმცოდნეობის როგორც სამეცნიერო დარგის დაფუძნებისა და მისი არსებობის ისტორიის წარმოჩენას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იმიტომ რომ ხელოვნებათმცოდნეობის როგორც სამეცნიერო დარგის გზა განუყრევად არის დაკავშირებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ყველაფერი იწყება 1918 წლის მიწურულიდან, როდესაც ფუძნდება ხელოვნებათმცოდნეობის კათედრა, შემდეგ გიორგი ჩუბინაშვილის ინიციატივით ხელოვნების მეცნიერების კაბინეტი, ეს სამეცნიერო კვლევითი ერთეული და 2-3 წლის შემდეგ ქართული სიძველეების მუზეუმიც. ანუ ყველა ის კომპონენტი, რომელიც ჩვეულებრივად რეალურ უნივერსიტეტს აქვს, სასწავლო, სამეცნიერო და სამუზეუმო კოლექციები. ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში, მიუხედავად სირთულეებისა, იყო დიდი ძალისხმევა, მნიშვნელოვანი რამ გაკეთდა, რამაც შემდეგ საფუძველი ჩაუყარა, შეუქმნა ქართული სახელოვნებათმცოდნეო სკოლის ჩამოყალიბებას. ასე რომ ყოველივე საწყისი უნივერსიტეტთან არის დაკავშირებული. აი მას ეძღვნებოდა ჩემი მოხსენება. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა გამოფენა სახელწოდებით საქართველოს ევროპული კულტურის კონტექსტში. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის პირად არქივში დაცული მასალები. დამთვალიერებელი იხილავს 1930 წელს გერმანიაში ჩატარებული ძველი ქართული ხელოვნების ფოტოგამოფენის ორიგინალურ ფოტომასალას. გარდა ამისა, აქ წარმოდგენილია ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ექსპედიციების ამსახველი ფოტოები. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კონფერენცია გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 12 დეკემბერს დასრულდება. პროექტ წიგნიერი ლიდერის ფარგლებში კონკურსი მიმდინარეობს. მასში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ. აღნიშნულ პროექტს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან ძველ და ახალ აღთქმას, ასევე მსოფლიო რელიგიების ისტორიას. ტესტირების კონკურსი მოძრაობა დავითიანის არაფორმალური განათლების სასწავლო ცენტრში გაიმართა. ფინალური ტური 22 დეკემბერს ჩატარდება. გამარჯვებულებს საჩუქრად ბაკურიანის გზურს გადასცემენ. პროექტი წიგნიერი ლიდერი დავითიანის მრავალწლიანი პროექტი არის, რომელიც მოიცავს ძველი და ახალი აღთქმის კატეხიზმოს და მსოფლიო რელიგიების ისტორიის სწავლებას.
ამის გარდა ჩვენ გვაქვს მეორე მიმართულება, ეს არის საკლუბო მიმართულება, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ ვსაუბრობთ სასწავლო მიმართულებაზე, რომელიც აი იმ სწავლებებს მოიცავს, რომელსაც რელიგიური სწავლება ქვია. ამ ეტაპზე პირველ სემესტრში ჩვენმა პროექტის მონაწილეებმა გაიარეს ძველი აღთქმის შესახებ სწავლებები. ეს თემები არის სამყაროს შექმნა, ადამიანის ცოდვით დაცემა, წარღვნა, მოსე, იაკობი, აბრაამი. ეს არის ყველაზე ესეთი საკვანძო საკითხები ძველი აღთქმიდან. ბუნებრივია ჩვენ ერთწლიან პროექტს ძველი და ახალი აღთქმა და სოფლიო რელიგიებიც რომ უნდა ვასწავლოთ, ყველა თემას ვერ მოვიცავთ, მაგრამ საკვანძო და მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ და სწორედ ამ საკითხებზე მოსწავლეებმა დაწერეს ტესტები. ეს არის ინდივიდუალური მიმართულება, თუმცა ამ სკოლის მონაწილე მოსწავლეებს შეეძლებათ გუნდურადაც მოიპოვონ გამარჯვება და გუნდურად მოიპოვონ ბაკურიანის საგზური. ეს უკვე ფინალზე მოხდება, ფინალი 22 დეკემბერს არის ჩანიშნული და შესაბამისად იქ გამოვლინდებიან ძველი აღთქმის გუნდური გამარჯვებულები. დავწერეთ ტესტირება, რომლის შემდეგაც გამოვლინდება გამარჯვებული, რომელსაც გადაეცემა ბაკურიანის წასასვლელი ვაუჩერი. ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი გამოცდილებები მივიღე, ვიმუშავებ პროექტების გაკეთებაში, მის წარდგენაში. ჩვენ გავიარეთ ძველი აღთქმა, რომელიც ჩვენ გვასწავლა ნიკა მასწავლებელმა და ჩვენ ნიკა მასწავლებელმა დაგვაწერინა ტესტები. პირველი სემესტრის ბოლოს ფულების მიხედვით მწავართ ბაკურიანში. იმედია რომ მე ვიქნები.